მოგესალმებით, თქვენთან არის გილდარცი. და დღეს ვიდეოში გეტყვით ტოპად უძლიერეს ჩრდილზე სანგ ჯინვუს არმიიდან. მაშასე დავიწყოთ. ვიდეო შეიცავს სპოილერებს. მეათე ტანკი. წითელი კარიბჭიდან ყინულის დათვების ლიდერი. უნარები, კოლოსალური ძალა და მაღალი შეტევითი სიმძლავრე. აჩრდილის რანგი, რაინდი. ტანკი პირველად გამოჩნდა მაშინ, როცა სანგ ჯინვუმ წითელ კარიბჭეში შეაბიჯა. თავდაპირველად გილდიას ეგონა, რომ სიდონის დანჯენი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც შიგნით შევიდნენ, აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო საშიშ ზონაში მოხვდნენ. ისინი გაოცდნენ იმით, რომ კარიბჭე ყინულის დათვებისა და ელფების სამყოფელი იყო. ეიდონის მონადირე კიმჩულმა დაბალი რანგის მონადირე მიატოვა, მაგრამ ჯინვუმ ეს შესანიშნავ შესაძლებლობად გამოიყენა გასაძლიერებლად. მან მარტომ დახოცა ყველა ყინულის დათვი, მათ შორის მათი ლიდერიც. მას შემდეგ ლიდერი დათვი ჯინვუმ ჩრდილად აქცია და ტანკი უწოდა, მისი დაუნდობელი შეტევითი ძალის გამო. მეცხრე კაისელი. უნარები, უზარმაზარი სიჩქარე, ფრენა და გაძლიერებული გრძნობელობა. ჩრდილის რანგი, რაინდი. კაისელი არის ვივერნი, რომელსაც ჯინვუ დემონების ტერიტორიაზე შეხვდა. კაისელინი იყო დემონთა მეფის ბარანის ცხოველი. ალბათ გახსოვთ, როცა ბარამი ვივერნთან ერთად იყო. აი, სწორედ მასზე ვსაუბრობ. ჯინვუ შეხვდება ბარამს და ინტენსიური ბრძოლის შემდეგ ჯინვუ დაამარცხებს ბარანს. ხოლო ამის შემდეგ ჯინვუ კაისელინს თავის შადოუდ აქცევს და კაისელს უწოდებს. ამ ყოველივეს ახალ სერიაში ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალა სერიაში არ იყო მკაფიოდ ნაჩვენები, მისი ფრენის უნარი და გაძლიერებული გრძნობელობა მას ჯინვუს არმიაში ერთ-ერთ უძლიერეს ჩრდილად აქცევს. მერვე ჯიმა. ეიდონის ბოსი. უნარები, ზომის მანიპულაცია და რეგენერაცია. ჩრდილის რანგი, ელიტური რაინდი. ჯიმა დიდად არ ჩანდა სოლო ლეველინგში, მაგრამ მისი ძალა უდაოა. ჯინვუ მას შეხვდა აჰჯინ გილდიის რეიდის დროს. თავდაპირველად მონადირეები მის წინააღმდეგ უძლურნი იყვნენ, რადგან მისი ძალა მონადირეებისას აღემატებოდა. ჯინვუმ ბრძოლაში დაამარცხა ჯიმა და ჩრდილად აქცია. მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ჯიმას შეეძლო თავისი ზომის მანიპულაცია. ეს უნარი მას ჯინვუს ჩრდილებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ძალად აქცევს. მეშვიდე აირონი. ეიდონის მონადირე კიმჩული. უნარები, რეგენერაცია და პროვოკაციის შეძახილი. ჩრდილის რანგი, ელიტური რაინდი. წითელ კარიბჭეში ჯინვუმ ტანკის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩრდილი მოიპოვა. აირონი. როდესაც ჯინვუ და მისი ჯგუფი წითელ კარიბჭეში შევიდნენ, მათ ყინულის ელფებმა შეუტიეს, რის გამოც დაჯგუფება გაიყო. ეიდონის ლიდერმა დაბალი რანგის წევრები მიატოვა, რათა არ გამხდარიყვნენ ტვირთი. რეიდი წარუმატებელი აღმოჩნდა და კიმჩულმა აღმოაჩინა, რომ მიტოვებული მონადირეები უვნებლად გადარჩნენ. გაბრაზებული ჯინვუს თავს დაესხა. შემდეგ კი რაც მოხდა უკვე თქვენც იცით. ჯინვუმ კიმჩული ჩრდილად აქცია. აირონი უწოდა და თავის აჩრდილთა არმიაში შეიყვანა. მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ახალი საიტი, სადაც შეძლებთ მანგების, მანჰვების და მანჰუების ქართულად წაკითხვას. ლინკი აღწერაში იქნება. მეექვსე გრიდი. ესდონის მონადირე ჰუანგ დონგსუ. უნარები, გაძლიერებული ძალა, რეგენერაცია და კომუნიკაციის უნარი. ჩრდილის რანგი, გენერალი. გრიდი არის ჰუანგ დონგსუ, რომელიც სკავენჯერის გილდიის ესდონის ძლიერი მონადირე იყო. დონგსუს ჯინვუსადმი დიდი სიძულველი ჰქონდა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ძმა მოკლა. თუმცა, როცა ჯინვუსთან რეალურად შედარება დაიწყო, მიხვდა, რომ მასთან დაპირისპირებას არანაირი შედეგი არ ექნება. შემდეგ კი დონგსუმ ტომას ანდრეის გამოყენებით ჯინვუს მოშორებას სცადა, მაგრამ ეს გეგმა ჩაფლავდა. ამის შემდეგ ჯინვუმ დონგსუ მოკლა და თავის შადოუდ აქცია და უწოდა გრიდი. მეხუთე ტასკი, რომელიც კარგალანგი იყო უმაღლესი ორკების შამანი. უნარები, გრავიტაციის მაგია, დაცვის მაგია, შიშის მაგია, გიგანტირება, ცეცხლის მაგია, წყევლის მაგია, რეგენერაცია და სხვა უამრავი რამ. ჩრდილის რანგი, სარდალი.
ტასკი თავდაპირველად დანჯენის ბოსი იყო. რეიდის დროს ეიდონის მონადირეებმა თქვეს, რომ უმაღლესი ორკები ბევრად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ, ვიდრე ელოდნენ. ბრძოლა იმდენად დაძაბული იყო, რომ მონადირეები იძულებულნი გახდნენ დანებებულიყვნენ, მაგრამ მათი ლიდერი კარგალანგი არ აპირებდა დანდობას. პირიქით, მონადირეები საკუთარი გართობისთვის უნდოდა მოეკლა, თუმცა ჯინვუ მოულოდნელად ჩაერია, დაამარცხა კარგალანგი და აღადგინა როგორც ჩრდილი. სახელად ტასკი. ტასკი ერთ-ერთი უძლიერესი შადოუა, რომელიც მაგიას ფლობს, მათ შორის გრავიტაციის მაგიას და ტელეპათიას. მეოთხე, იგრისი, სისხლისფერი რაინდი. უნარები, რეგენერაცია, კომუნიკაცია, უზარმაზარი ძალა და ტელეკინეზი. ჩრდილის რანგი, მარშალი. იგრისი იყო სისხლისფერი რაინდი, რომელსაც ჯინვუ გამოცდის დანჯენში შეხვდა. ამ დანჯენში ჯინვუმ უამრავი წინააღმდეგობა გადალახა. მათ შორის ნეკრომანები, რომლებიც მუდმივად აცოცხლებდნენ და ჯარისკაცებსაც იძახებდნენ. ჯინვუმ საბოლოოდ ყველა მტერი გაანადგურა და ჩრდილის გამოძახების, ანუ აღზევების უნარი შეიძინა. ამის შემდეგ მან სისხლისფერი რაინდი აღადგინა სახელად იგრისი. იგრისი იყო ჯინვუს ერთ-ერთი პირველი ჩრდილი, რომელიც მთელი სერიის განმავლობაში ძლიერდებოდა. ბოლოს კი მარშალის რანგს მიაღწია და საუბრის უნარი შეიძინა. მესამე, ბერუ, ჭიანჭულების მეფე. უნარები, რეგენერაცია, კომუნიკაცია, უზარმაზარი სიჩქარე, უზარმაზარი ძალა, მაღალი გამძლეობა, სამკურნალო მაგია, ფრენა, უნარების შთანთქმა და შთანთქმული მონსტრებისა და ადამიანების მოგონებების ნახვა. ჩრდილის რანგი, მარშალი. ბერუ იყო ჯეჯუ კუნძულის არკის მთავარი ბოსი. იგი წარმოუდგენლად ძლიერი იყო და მისი ძალა ეზდონის მონადირეებს უტოლდებოდა, კი არა და აღემატებოდა. ბერუმ გოტორი რიუჯი იაპონიის უძლიერესი მონადირე მარტომ დაამარცხა. მისი არსებობა იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ ეზდონის მონადირეები ამბობდნენ, რომ ბერუს დამარცხება შეუძლებელი იყო. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ჯინვუმ მასთან პირისპირ ბრძოლა გადაწყვიტა. ჯინვუ ბერუზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. დაამარცხა იგი და ჩრდილად აქცია. ამის შემდეგ ბერუ მის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ ჩრდილად იქცა. მეორე, კამიშა. კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა. უნარი, დრაკონის შიში, უზარმაზარი ძალა, დრაკონის სუნთქვა. ჩრდილის რანგი, მარშალი. კამიშა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო ძველი დრაკონები. ეს დრაკონი ადამიანების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში არსება იყო. იმდენად ძლიერი, რომ თვითონ ტომას ანდრემ ვერ შეძლო მისი დამოუკიდებლად დამარცხება. ჯინვუმ კამიშას სხეულზე ჩრდილის გამოძახება გამოიყენა და ის მძლავრ ჩრდილად აქცია. თუმცა კამიშა ძალიან დიდი ხნის მკვდარი იყო, რის გამოც ვერ შეძლო ჯინვუსთან დიდხანს დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ კამიშა მალევე გაქრა, მისი ძალა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მარტივად მიაღწია მარშალის რანგს. და პირველი, ბელიონი. აშბორნის მარჯვენა ხელი. უნარები, უზარმაზარი გამძლეობა, კოლოსალური ძალა, უზარმაზარი სიჩქარე, რეგენერაცია და კომუნიკაცია. ჩრდილის რანგი, მთავარი მარშალი. ბელიონი ერთ-ერთი ჩრდილია ჯინვუს არმიაში, რომელიც ჯინვუს არ დაუმარცხებია. ის აშბორნის ერთ-ერთი უკანასკნელი საჩუქარი იყო მონარქების ომისთვის. ბელიონი ადრე ჩრდილის მონარქის აშბორნის არმიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. თუმცა როცა აშბორნმა ჯინვუ თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, ბელიონმა მთელი ჩრდილების არმიასთან ერთად მის წინაშე ქედი მოიყარა და ახალი მასტერი აღიარა. ბელიონის ძლიერება ბერუსთან ბრძოლაში გამოჩნდა. მან მარშალის რანგის ბერუ მარტივად დაამარცხა თავისი מחვილის გამოყენებით. ბერუ ერთგულად ებრძოდა ბელიონს, მაგრამ ვერაფერს აკლებდა. ბელიონი მის თავდასხმებს სრულიად უძლებდა. ბელიონის ძლიერება და ერთგულება ჯინვუს ყველაზე უძლიერეს ჩრდილად აქცევს. დღეისთვის კი სულ ეს იყო, მეგობრებო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ასევე შემოგვერთდით Discord სერვერზე, ლინკი აღწერაშია. ახლა კი დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ან ლაივში. დროებით.